მოგესალმებით, დღეს არის ჩვენი გადაცემის შემდეგი ეპიზოდი, e-commerce review-ს შემდეგი ეპიზოდი და დღეს ვართ სტუმრად ლოჯისტიკურ და საკურიერო კომპანიასთან Trackings-G, რომელიც ძალიან საინტერესო ბიზნეს მოდელია და ჩვენი სტუმარი არის ანა იოსელიანი, კომპანიის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი. ანა, გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ თავგთავხდი მონაწილეობაზე. თუ შეიძლება რომ მომიყვე, აი როგორ დაიწყო Trackings-G-ის ისტორია რა? კი ბატონო, ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა არის საბაჟო სერვისები, ანუ გამბაჟების პროცედურები, ჩვენი დეპარტამენტი ყავს ყოფილი მებაჟეებით, დეკლარანტებით, საბაჟო სერვისებში საქართველოში და მემსახურებით სხვადასხვა e-commerce-ებს, საერთაშორისო e-commerce-ებს. დიახ, ორწლიანი გამოცდების შემდგომ ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოში უზარმაზარი მოთხოვნა არის ლოჯისტიკურ და საკურიერო სერვისებში. დიახ. და გადავწყვიტეთ მასშტაბირება ამ მიმართულებით, უშუალოდ ჩაგვიშვა ჩვენი საკუთარი საკურიერო სერვისი საქართველოს მასშტაბით. ანა, Trackings-G სულ უფრო ხშირად გვხვდება e-commerce-ის მიმართულებაში. აი ამ მიმართულებაში როგორ დაიწყო თქვენი პირველი ნაბიჯები რა e-commerce-ში როგორ შეხვედით და რა გამოწვევებს ხვდებით სექტორში? ყველაზე დიდი გამოწვევა ფიქრობ დასაწყის ეტაპზე ეს იყო მიწოდების ვადები საკურიერო სერვისში. ანუ ჩვენი ქვეყანა საკმაოდ პატარა არის და ფიქრობ ცოტა არაშესაბამისი მიწოდების ვადები არის ჩვენი ქვეყნის ზომებთან. თუმცა გასათვალისწინებელია რელიეფი ხო და მაღალმთიანი რეგიონები. ყველაზე დიდი გამოწვევა და ასევე ბენეფიტი რაც იყო რომ ჩვენ საკურიერო სერვისი ჩვენთან სამუშაო დღეებზე არის დამოკიდებული, რაც ვფიქრობ ლოჯისტიკაში არ არსებობს სამუშაო დღის მცნება. ჩვენ ვმუშაობთ კალენდარული დღეებით და ვადები აიხსნება კალენდარული დღეებით, რაც ჯამში მიწოდების სერვისს ამცირებს. ვადებს ბოდიში. ვადებს e-commerce ჩვენ ვთავაზობთ სხვა ტიპის სერვისებს და ინსტრუმენტებს, რომ გაუმჯობესონ და ააჩქარონ თავიანთი სერვისი. ერთ-ერთი მათგანი ეს არის დაუშვათ app ინტეგრაცია, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ როგორც არსებულ ონლაინ მაღაზიებს, ასევე სოციალურ ქსელებში ვინც მუშაობს იმათ. ანუ ჩვენ app ინტეგრაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი რაც შევქმნით, ეს არის პლაგინი ფრეიმვორკებისთვის, ვისაც საიტები აქვთ, არა დაუშვათავით დაგენერირებული, არამედ რაიმე ფრეიმვორკზე დაწერილი. აი WordPress-ი მაგალითად და ესეთი ის. ჩვენ ეხლა უკვე გვაქვს CS-კარტთან და Shopify-სთან ინტეგრაციის ინსტრუმენტი. ძალიან მაგარია. ანა, კიდე ესეთი რაღაც მაინტერესებს, როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ cash on delivery სერვისი. მოდი ამაზეც რო ვისაუბროთ რა, რამდენად დღეს მოთხოვნადია, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ არ არის ბოლომდე რაღაც e-commerce-ის ნაწილი, მაგრამ სამწუხაროდ მოთხოვნა მაინც არის დღემდე, ხო? მე დაგეთანხმებით, რომ უზარმაზარი მოთხოვნა არის და ვფიქრობ, ალბათ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია. Cash on delivery არის რეალურად მომხმარებელ, კურიერთან ანგარიშწორების სერვისი, როდესაც თანხას კურიერს უხდის იმის მერე, რაც ნახა პროდუქტი. ვფიქრობ, რომ დიახ, საჭიროა ეს სერვისი იარსებოს, შეიძლება პირდაპირ გაგებით cash-ს არ გადაიხდიან, არსებობს ინსტრუმენტები, რაღაცა ციფრული ანგარიშწორების, პოსტერმინალური ლინკები, უამრავი. თუმცა ვფიქრობ, რომ იარსებებს და საკმაოდ კარგი ხანი და მაინც ვფიქრობ, რომ განუყოფელი ნაწილია ვინაიდან e-commerce-ის ვინაიდან ხშირად პროდუქცია რომელსაც ყიდულობ ინტერნეტში არ შეიძლება არ გაძლევს საშუალებას აღიქვა როგორია პროდუქტი, ხო? ზუსტად, კი. ასაცმელში მოზომა არის საჭირო. დიახ, და როდესაც შენ გაქვს საშუალება რომ ნახო და მე გადაიხადო, იმის мотиваციაც მეტი გაქვს, რომ უფრო ხშირად იყიდო და აღარ გაქვს ის ბარიერი, ვაიმე თუ ვერ მოვირგია, თუ არ მომეწონა, ხომ? ამიტომაც ეს სერვისი ყველა მოდელში მაქვს ნანახი, რაც შესწავლილი გვაქვს კომპანიაში, cash on delivery. დიახ, და უნდა არსებობდეს, უნდა ვთავაზობდეთ ჩვენ როგორც კურიერული კომპანიები, ვფიქრობ, რომ ხელი შეუწყოთ e-commerce-ებს თავისი პროდუქციის რეალიზაციაში უფრო ბევრი ოდენობით.
როგორც ახსენეთ, გაქვთ API ინტეგრაციები, ხო? აი, მოდი ეს ნაწილიც ჩავშალოთ რა. კი ბატონო. ხო. რა ტიპის ინტეგრაციებია, რამდენად სწრაფად ხდება და ესეთი დეტალებიც რო გავიაროთ რა. კი ბატონო, API ინტეგრაცია შეიძლება ცოტა ისე მომხმარებლისთვის ჟღერდეს უცნაურად და შეეშინდეთ ამ ინსტრუმენტის განსაკუთრებით მცირე ზომის ინტერნეტ მაღაზიებს, თუმცა თავისი შინაარსით ძალიან პრაქტიკული რამე არის. კონკრეტულად მაგალითზე მოვიყვან, რას აკეთებს ჩვენი API ინტეგრაცია, ხო? თუ განვიხილოთ WebGuards, რომელიც დეველოპერის მიერ დაწერილი არის, არა კონკრეტულ რამე framework-ზე, რაც თვითონ შექმნილი პროგრამისტის რომელიმე პროგრამის შექმნილი საიტია, ჩვენ ვაძლევთ ინსტრუმენტს, რომ გამგზავნსა და მიმღებს, რომ პროდუქციის შეძენისას მიმღებმა თავისი საკუთარი შეხედულებისამებრ და თავის კომფორტზე მორგებულად იყიდოს საკურიერო სერვისი. ანუ თვითონ მართავს მიმღები, თვითონ მართავს სად მიაწოდოს, როგორ მიაწოდოს, რომელი ტარიფი აირჩიოს, რა სერვისები იყიდოს დამატებით, გამგზავნებს, რომელსაც დაუშვათ 500, 600, 1000 მომხმარებელი ყავს, ხომ? ძალიან უჭირს მართოს და კარგი სერვისი მიაწოდოს ყველა თითოეულს, ხო? Tailor ინდივიდუალური სერვისი მიაწოდოს ყველა მიმღებს. და API-ის ინსტრუმენტი აძლევს საშუალებას, რომ ავტონომიურად მართონ მიმღებმა თავიანთი საკურიერო მიწოდება. ამისათვის მეტი დრო რჩება გამგზავნოს e-commerce, რომ რაღაც ფასტარ მოქნაზე იმუშაოს, პროდუქცია დაამატოს, ხომ? განავითაროს თავისი ბიზნესი და არ დაუშვათ ამდენი დრო დახარჯოს customer service-ზე, ანუ მომხმარებელთა მხარდაჭერაზე. დიახ. ჩვენ ასევე შევქმნით API ინსტრუმენტი ისეთი მაღაზიებისთვის, რომლებიც კონკრეტულად რამე framework-ზეა დაწერილი. ეს framework-ები საკმაოდ მარტივია და რამე სპეციფიურ ცოდნას არ მოითხოვს, აი დაუშვათ CS კარტი და Shopify. ანუ ჩვენ შევქმნით პლაგინი ადაპტირებული ამ framework-ებზე, რისი დანერგვითაც და გააქტიურებითაც პირდაპირ ჩვენი საკურიერო სერვისი უკავშირდება მათ საიტს. და ისეთივე სერვისი იღებენ, ანუ ინტეგრაციას იღებენ, როგორცაც მიიღებენ დაუშვათ თავისი დამოუკიდებელი საიტი რო დაიმწერათ. უპირატესობას კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა, რომ არის ავტონომიურობას აძლევს მიმღებს, რომ თავის სურვილებზე მორგებული სერვისი, საკურიერო სერვისი იყიდოს. ფასის, ლოკაციის, მისამართის დაზუსტებაში, უნდა cash on delivery თუ არა, დაზოვა და ასე შემდგომ. გასაგებია. მიტანის სისწრაფე და ამის ტრეკინგი, ასე ვთქვათ რა. ანუ მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ეტაპზე კონდეს ინფორმაცია თუ სად არის მისი გზავნილი, ხო? აი ამ ნაწილში დაუშვათ როგორ ხართ, რითი განსხვავდებით სხვა კომპანიებისგან, ესეც რომ ვითხრათ. დიახ, მე ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ მიმღები თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, როდესაც მოლოდინი მიწოდების ვადებზე, ხო? ამის საშუალებას იძლევა ტრეკი, ანუ ამანათის თვალყურის დევნება ძალიან კარგად. ჩვენ შევქმნით ისეთი სტატუს მოდელი ჩვენთან ბექგრაუნდზე, ხო, სისტემაში, რომ შევძლოთ თითოეული ლოჯისტიკური მოძრაობის ასახვა. სორტირებაზეა დასკანერდა, მიენიჭა კურიერს, კურიერი წამოვიდა. ჩვენ ამას ასევე ხედავს მიმღები ტრეკინგის საშუალებით და ჯერ ერთი უმარტივებს უქმნის მოლოდინს, როდის მივა ამანათი და ასევე ზედმეტი კითხვებისგან, ესე ვთქვათ, აღარ უწევს დროის დახარჯვა, რომ მოიკითხოს, დაურეკოს, customer service მიმართოს, ხომ? თვითონ ტრეკინგის მოდელი შეიძლება თვითონ პროცესს არ ეჩქარებს მიწოდების, მაგრამ მომხმარებლისთვის უფრო მიმღებისთვის კომფორტულს ხდის ამ გამოცდილებას. ხო, კი ბატონო, გეთანხმებით. ანა, როგორ გაქვთ მიწოდება საქართველოს მასშტაბით რა, ანუ რას გულისხმობ მაგალითად, რეგიონებში. აი ეს ნაწილი თქვენთან როგორ არის რა, აწყობილი და გამართული. კი ბატონო. მიწოდებას ცოტა ბოდიში ცოტა რთული რელიეფი გვაქვს, ამიტომ სვანეთი მაგალითად და ესეთი ისი. კი ბატონო, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს მოლოდინი შევუქმნათ, რაც შეიძლება მოკლე პერიოდის მიწოდებაზე.
ანუ კერძოდ თბილისში დაუშვათ მეორე კალენდარულ დღეს ვაწოდებთ რეგიონებში მესამე კალენდარულ დღეს ზამთრის პირობების გათვალისწინებით აი ჩვენი რთული რელიეფიდან გამომდინარე ჭირს ამ პირობების შენარჩუნება თუმცა ფიქრობ ჩვენი მიზანი არის რომ ჯამში შევამციროთ მიწოდების პერიოდი და თბილისი რეგიონების მიწოდებისგან დიდად არ განსხვავდებოდეს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ავტობანი გვაქვს ძალიან მარტივად შეიძლება დასავლეთს მიაღწიო და მძიმე რელიეფის რეგიონები რო არ გავითვალისწინოთ, მიწოდებას არ უნდა სჭირდებოდეს დიდი ხანი. თუმცა ეს ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, რასაც დრო სჭირდება, რომ დამუშავდეს, მიიღო პრაქტიკა, უამრავი ლოჯისტიკური გადაწყვეტილება უნდა მოიფიქროს, რომ ეს ჰაბებს შორის გადანაწილება სწორედ მოხდეს და ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვახდენთ ამ ინფორმაციის დაკვირვებას, მონიტორინგს, აქედან გამომდინარე რომ გვიწევს ხშირი ცვლილებების დანერგვა, რაც თავის მხრივ გამოწვევა არის, რასაკვირველია, ვინაიდან დისკომფორტს შეიძლება შეუქმნას მომხმარებელს. თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ თბილისიდან თბილისში და რეგიონებში მიწოდება, ასევე რეგიონებს შორის, საქალაქთა შორის მიწოდება მინიმუმ და შევამციროთ. ამ შემთხვევაში ექსპრესი უნდა გახდეს. ექსპრესი რეგიონში მიწოდება ალბათ ის, რაც ახლა თბილისში გვაქვს. ამას როდესაც მივაღწევ, ვიტყვი, რომ ეს ამოცანა ლოჯისტიკურად ჩვენ წარმატებით ჩავიარეთ. ძალიან კაი. ანა, რამდენად იყენებს თქვენი კომპანია დატას? და მოდი ხელოვნურ ინტელექტზეც მითხარი თუ დაიწყეთ გამოყენება და ენერგვა და ნუ დატაზე ორიენტირებული თუ ხართ რა ასე ვთქვათ. კი ბატონო, ნუ მე მგონი AI და ხელოვნური ინტელექტი განუყოფელი ნაწილი იქნება ბიზნესი კი არა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების, ხო, რამდენიმე წელიწადში ძალიან სწრაფი ბუსტი მოხდა ამ მიმართულების მსოფლიო მასშტაბით. ბევრი ინვესტიცია იდება, ხო? დასავლური ქვეყნების მეშვეობით ამ ინსტრუმენტში და რასაკვირველია ბიზნესის ნაწილიც იქნება და ჩვენი ბიზნესის ნაწილიც. ამ ეტაპზე გულწრფელად გეტყვით, ჩვენი პროგრამისტები ძალიან ენთუზიასტი ხალხი არის და ცდილობები ჰქონდათ რაღაცა კოდიში გამოიყენებინათ ეს ინსტრუმენტები, თუმცა ამ მიმართულებით ჯერჯერობით ვერ არის კარგად დახვეწილი და ანუ პროგრამირებისთვის ამ ინსტრუმენტს ჯერჯერობით არ ვიყენებთ. თუმცა ვცდილობთ რომ გამოვიყენოთ customer service-ში ჩვენ CRM სისტემა რომელსაც ვიყენებთ ნაწილობრივ ინტეგრირებულია ამ ხელოვნურ ინტელექტთან თუმცა ბევრი სწავლება უნდა მას უნდა ბევრი ასწავლობა უნდა აუხსნა უნდა უთხრა როგორია შენი ბიზნესი ხედავთ ამაში მომავალს ვფიქრობ ამაში ალბათ ინვესტირებასაც ჩავდებ თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით მინიმალურია სპეციალისტები უნდა დრო უნდა ინსტრუმენტის განვითარებას, მაგრამ მომავალია ჩვენი AI, ჩვენი ბიზნესის ზოგადად. კი, გეთანხმებით, აბსოლუტურად მასე არის რა. კარგი, კიდე ესეთი შეკითხვა მაქვს, რომ რა არჩევას მიცემდით e-commerce-ებს ლოჯისტიკის მიმართულებით, რა, ვინც ახლა უნდა დაიწყოს მაგალითად ელექტრონული კომერცია. პირველ რიგში მინდა რომ დამწყებ სტარტაპებს და ბიზნესებს არის შინოდეთ ტექნოლოგიების გამოყენება. ინტერნეტში უამრავი უფასო რესურსი არის, რაც გიმარტივებს შენ e-commerce ვაჭრობას, თუნდაც ვებგვერდები როგორც არის Shopify, WordPress-ი და CC-კარტი, რასაც არ სჭირდება განსაკუთრებული კვალიფიკაცია, გამოიყენონ, არ შეეშინდეთ. ასევე ვფიქრობ, რომ წარმატების უზარმაზარი ნაწილია, როდესაც გამყიდ მაღაზია აძლევს საშუალებას მომხმარებელს აირჩიოს სერვისები, თუნდაც ლოჯისტიკაში და საკურიერო სერვისში. კი ახლა ჩანს, რომ მარტო მიწოდება იდეაში, ხო, სხვა რა უნდა მიაწოდოს საკურიერო, მაგრამ ესე არ არის. დავუშვათ, ჩვენ ახლა მუშაობთ ძალიან საინტერესო ინსტრუმენტზე და ლაივში ჩაიშვება მალე. ჩვენ საკურიერო სერვისი ჩეკინგში ვაძლევთ გამგზავნებს საშუალება მისცენ განვადება თავიანთ მიმღებებს. ანუ ჩვენ გვაქვს ეს ინსტრუმენტი, რითაც დავუშვათ, ვინც ვაჭრობს Instagram-ზე, თავის მიმღებს მისცეს საშუალება, რომ პროდუქცია
იყიდოს განმოდებით და ამ ინსტრუმენტს ჩვენ ვთავაზობთ. ვა, რა მაგარია. ანუ გულისხმობთ თვითონ social commerce-ში უფრო აქტიურად შეხვედით ცოტა სხვა კუთხით რა. დიახ, რასაკვირველია, ანუ ამის არის საჭირო დავუშვათ web-guide კონდეს და რაღაცა პროგრამისტები ყავდეს, ანუ ზუსტად ესე გვინდა გავამარტივოთ ჩვენ დამწყებების წნეხი ხომ, სანამ კაპიტალს მოიგროვებენ და ბრუნვა ექნებათ. რომ მასშტაბირება მოახდინონ, აი ესეთი პატარა წრულწყვილი სერვისებით. ხო, ესე იგი მიტანასთან ერთად განვადების ფუნქციონალიც ექნება social commerce-ის, თქვათ, ინფლუენსერებს და ესეთ. კი ბატონო, ეს იქნება ძალიან მალე. ასევე უშუალოდ ინფლუენსინგის და რეფერალური რეკომენდაციების ჭრილში შევიმუშავეთ რეფერალური ლინკი, ანუ ვინც დავუშვათ ინფლუენსერები ინფლუენსერებს შეუძლია შესთავაზონ ჩვენი რეფერალური ლინკი სხვა თავის დაკავშირებულ პირებს და გაყიდვებიდან მიიღონ კომისია დავუშვათ. თუმცა ეს უფრო მარკეტინგული ინსტრუმენტია, არა ინტერნეტ მაღაზიებისთვის, მაგრამ ამის საშუალებასაც ვაძლევთ. ჩემი რჩევა არის, არ გვეშინოდეს სიახლეების, გამოვიყენოთ ინსტრუმენტები, მივცეთ მიმღებს თავისუფლება არჩევანში და ამით ვფიქრობ უფრო მეტი აუდიტორიის და ინდივიდუალური მიდგომის გამოყენება შეძლებენ მომხმარებლებთან ინტერნეტ მაღაზიები. ვა, ძალიან მაგარია. და ანა ბოლო შეკითხვა მაქვს, რა გეგმები აქვს Tracking-G-ს, რომ ეგეც გავაჟღეროთ, თუ რა თქმა უნდა საიდუმლო და კონფიდენციალური არ არის. პირიქით. ოღონდ ამაზე მალაპარაკეთ, ამეთი არაფერი მინდა. კი ბატონო, ჩვენ რეალურად ჩვენ თავს განვიხილავთ როგორც ლოჯისტიკურ კომპანიას. იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს გამოცდილება საბაჟო პროდუქტებში, ანუ პროდუქციის განბაჟებაში. ჩვენი იდეაში ალბათ იდეა ფიქსია. მიმღებებს არა, მომხმარებლებს, Tracking-G-ის მომხმარებლებს შევთავაზოთ სრული ლოჯისტიკური გადაწყვეტილება. რომ მათი დავუშვათ სფერო ხო რეალიზაციის ან შესყიდვების არ იფარგლებოდეს ჩვენი ქვეყნით. ანუ ჩვენი გეგმა არის გავავრცელოთ e-commerce-ებს, საერთაშორისო e-commerce-ებთან ურთიერთობა, მივცეთ საშუალება რომ საქართველოს შემოვიდნენ, მაგრამ ამასობაში მივცეთ ქართულ e-commerce-ებს რომ გაყიდონ ამ საერთაშორისო პლატფორმებზე და ამისთვის რომ ეს რომ მოხდეს, ანუ უნდა უზრუნველყოს სრული ჯაჭვი. როგორიც არის მიღება, ტრანსპორტირება, განბაჟება ამ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, დანიშნულების ქვეყანაში საერთაშორისო მასშტაბით. კი ბატონო. ერთ-ერთი კიდევ საინტერესო მიმართულება, რასაც უკვე სატესტო რეჟიმში გვაქვს და ვფიქრობ ძალიან ხელშეუწყობს e-commerce-ების განვითარებას, არის fulfillment service. Fulfillment service თავისი პრინციპით თითქოს გასაგებია, მაგრამ კომპლექსურია და მაგარი პრაქტიკული სერვისია. დავუშვათ წარმოიდგინეთ Amazon-ი, ხო? Amazon-ი თავის სელერებს თავაზობს, fulfillment-ს თავაზობს. რა არის ეს? რომ მათ თავისი მისამართიდან კი არ აწოდონ თავის მყიდველებს, არამედ დაასაწყობონ ეს Amazon-ის. ანუ 3PL-ის მოდელი რა. კი ბატონო. დაასაწყობონ რაღაცა hub-ში, ხომ დავუშვათ Amazon-ის hub-ში და შეკვეთებიდან გამომდინარე, უკვე პირდაპირ hub-იდან ხდება პროდუქციის მიწოდება. ეს გულისხმობს, რომ შენ ახლა დავუშვათ საქართველოს მასშტაბით რომ გაქვს hub-ები, ხომ, განთავსებული. და თბილისიდან რეალიზაციას აკეთებ დავუშვათ სამეგრელოში, ხომ? შენ ტვირთი უკვე შეინახება სამეგრელოში. პროდუქცია გაიყიდება პირდაპირ სამეგრელოს hub-იდან, ცენტრიდან მიმღებამდე და ჩათვალეთ აგერშენი ექსპრესი, ხომ? და მიწოდება მოხდება ძალიან სწრაფად, ნუ ბუნებრივია. და ეგ ძალიან ხელს შეუწყობს e-commerce-ის განვითარებას რა. ეს მოდელი ძალიან აპრობირებულია იმ ქვეყნებშიც e-commerce-ი განვითარებული არის, fulfillment-ი განუყოფელი ნაწილი e-commerce-ების რეალიზაციის. ჩვენთან ახლა ფეხს იყიდებს, იმედია ჩვენს ვიქნებით ამის fulfillment-ის მონაწილე და რა ვიცი, შევძლოთ ხარისხიანი სერვისი შევთავაზოთ, სწრაფი და მომხმარებლებზე მორგებული. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა, მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვოთ და დიდი მადლობა. დრო დაგვითმეთ, მობზანდით, თქვენ მადლობა.